როგორ ხარ შემოძმაო? რაღა დაგიმალო ჩემოძმაო და ძალიან მომნატრები ხარ. აბა კაცო, წელს არ ყოფილ ხარ არ ყოფილა რამდენი ხანია უკვე. რა ვქნა შემოგევლი, აი ესე აეწყო ჩემმა მეგობრებმა თავდასხმა მომიწვეს. გამიტაცეს სრულიად სიტყვის მნიშვნელობით და აი კარგი მაგარი მოთხილამურე ვინ არის ხა ჰაი კლასის ხა მოთხილამურებში ვერ ყვევი ხელში არ ამჭერია. არც მეტი არც ნაკლები გამახანეს და წამიყვანეს შვეიცარიაში. აჰა. შვეიცარიაში მიკრეს თავი ვეხვეწები ხალხო მეუთხარი დამი და ალპებში თქვენ დალოცილებ რომელი ჰანიბალი ან სუვოროვი მე ვარ ხა სპილოსავით კი ვარ ბარო. გადაიარო. სპილოსავით რო გადავე ჰანიბალო ხო სპილოებით გადაიარა და მარა რა ვნახე რა. აუ ძალიან მაგარი ქვეყანა. არანაირად საქართველოზე ლამაზი არ არის რა, უბრალოდ მაგარი მოვლილია რა. საოცრებად ყინულის ქალაქი ვნახე გია რაღაცა მყინვარში შედიხარ ერთი 5-6 კილომეტრი, შეიძლება 10 კილომეტრი შედიხარ და იქ არის ქალაქი და ვა რაღაცა ეს პირღე დავდიოდი რა. ყველაზე მაგრად რაც მომეწონა ყველის ქარხანა იყო. ყველის ქარხანაში და შოკოლადის ქარხანაში აღმოჩნდი. შენი ინტერესები მოძებნე ესე იგი, კულინარიული. მოგეცალ ხენა რა, მე აი ხანე ხო შოკოლადის კი აღარ ვიყურებოდი. ჩამოვედი ჩემოგია დაღლილი, დაქანცული, წარმოიდგინე შვეიცარია რაღაცა, ჩამოვედი და ეგრევე ახალი წელი. ახალი წელი დაიწყო და აბა მიდი იქიდან აქედან რაღაცა და მე ხო იცი ქართველმა კაცმა დაწყება იცის, როდის იწყება ახალი წელი, მაგრამ როდის თავდება არ იცის. აი ეს არის რა, ამას ვიყვება მე ჩვენი ჯანი მთელი ენერგია, მთელი ის და წინა დღეებში შენ გაგიშვია თურმე ძველი გადაცემა, სადაც მევყვები ცირეკიძე რო ყავს დათო ჩვენ მეგობარი. ო, საუკეთესო ფრაგმენტები იყო და მათ შორის საუკეთესო და გოჭი ჯოჯოხეც ანათებს რა, ეხა ბილეთი ახალწოდ რო გაჭულა. ხო, რომ მოუჟოშკე ეს ბილეთი რაღაცა რა, არა მაქვს და კონცერტის ბილეთი და აუ გოჭი მინდაო მოგცე და უი მქონია მეთქი და გოჭი ჯოჯოხეც ანათებსო და ეგ თიანი ფრაზა ატეხის აიტაცა რა, მოკლედ რა, ეხა ჩვენმა სამეგობრომ დღემდე ეგ არის აქტუალური. ხო და მე უფრო მაგარს გეტყვი. სხვათა შორის იმის მერე არ გაუნათებია მაგისგან არც ერთ ახალწოდება იყო. არა, ჯოჯოხეთი ერთხელ განათა და მე აღარ მეთქი გამეორება წოდნის დედა რაღაცა აბა. ხო და ყავს ჩვენ ორივეს, ჩემი ბავშვობის მაკაცია და შენ შესანიშნავად იცნობ იმ ადამიანს, გვარდასახელს არ დავასახელებ. თავს არ მოუჭრი, იმედია მიხვდება და გაბოასწორებს. ვიზეც არის საუბარი და ერთი 30 წელია ღორების ფერმა აქვს რა. უფრო კონკრეტიკასაც გავაკეთებ რა, რომ მიხვდეს ვიზეც არის საუბარი, კახეთში აქვს რა და მიხვდება. რაღაცას აღარ გავაგრძელებ, თორე ფეხბურთელი რო თქვა ყველა მიხვდება ვიზეც. ბოლო 2 წელი ტელეფონის არ ასახელებ, ხო? ხო. ბოლო 2 წელს არ ვასახელებ და მოკლედ 30 წელი პირდება, გოჭი არ იყიდო, ახალ წელს მე უნდა გამოგიგზავნო გოჭი. 30 წელია უგოჭოთ ხდები ახალ წელს. და ჩემი გამოსაგზავნი გოჭები თან იმით ამოშანთავს ხოლმე. აი ნახეო, გეტყვი ვიდეო გავამიგზავნე. აი და ხო იცი იმებს რომ დამღას რო დაადებდნენ ხოლმე გლადიატორებს, ხო იცი აი ეგრე შანთავს გოჭებს, ბლას ვაწერია ეს შენია. ეს ბესოსვისო, ხო? ხო, ეს ბესოსვისო რა. ხო და ყველა ეს დამღიანი გოჭი ღრმა სიბერით კვდება მე გადადის ღორობაში და მე ღრმა სიბერით კვდება. შენამდე ვერ აღწევს. არა, ვერ ჩამოვიდა ვერც ერთი რა. ის ამ გოჭის და ღორის თემა აქტუალური ყია, ჯერ სცენაზე ითამაშე შენ. ო, დედაღონი. გოგონა რო გამოვარდა, მთელი მაღაზია შეძრა, ვაიმე გოგონებო, ესეთი დედაღორი მე არ მინახიაო. აი ეს დედაღორიაო. წადითო ნახეთო რა. არა და მეთქები გადავივარცხნე, მეთქი ხო არ მოვეწონებინე. თურმე ჩემი დედაღორობა მოწონებიათ რა და. ეს ღორი და გოჭი კაია სუფრაზე თორე, ისე რაღაცა ძალიან მოდებულია ეს ღორის გრიპი და რაღაცა. იკაცო განსაკუთრებით და ბოლო პერიოდში. მაგისი გამოცდილება მაქვს რა. კახეთში ვიყავ ერთი დიმიტრი მყავს, ჩემი ძმაკაცი დიმა და აგრად ვიქეიფეთ კაცო, აგრად და დილას ვერ ავდგები რა. აი ყოვნესა შფოთვა ღრუტუნი ერთმანეთში არეული რა. აი ეგ ამჭირს რა. ყვნესი შფოთავ ღრუტუნებ. და გამახანეს ეგრევე თელავის ავადმყოფოში. აი ხა თელავის ავადმყოფოში ფეხზე დადგა ყველა რა ვენაცვალე მაგათ და
ქალების ლაპარაკი მესმის რა. ექიმე და მოვლელი და რაღაცა სანიტარი და ისინი რამე და კონსილიუმია შეყრდო აი მე როგორ დამენანა კაცო როგორ დამენანა ეხლა გრიპით ვინცოდოა კაცო ესა გრიპით ისე ლაპარაკობენ მეთქე რაღაცა რა ვარ კარგად დავიჯერე რომ მართლა ვერა ვარ რა თორე ისე ზერელეთ უყურებდი რა მეთქე ზღურტუნი გადაივლის ეხლა და აი მე როგორ შენ რისი გრიპია ქათმისა უიმე როგორი არეული ლაპარაკი იცი რა აბა გაახედე ეხლა რამოდენ არის მაგასა ქათმისა იქნება ხორისა ქალო ხორისა ინაცალი ფიტერები როგორ ჩატუნტულებულია გრუდ ეს ისე გაუკეთებია რა ვერდი არ მომხალო მოკლედ ამ ღორისთებიდან სხვა რამეზე გადავალ და რადგან ცხენისწერია ბედაურის სტანი დაგეყენებინო შემოძმაო შენც მეც ამ წელიწადში გისურვებ და ჩემ თავსაც უსურვებ შენ პირ საქარი მაშინ თუ ეგრეა შემოძმაო მე არაბული ბედაური ვიქნებ და შენ კიდე წმინდა სისხლის ინგლისური კი ბატონო მაწყობს რატო არა და ბედაურზე მინდა ერთი მოგიყვე რა კი ბატონო იპოდრომზეო იმდენი ხალხი იყო თასმის შესაკრავად დავიხარეო და უნაგირი არ დამადგეს ზურგზეო კაცო მართ რაღაცო რა ქენი მერე და რა უნდა მეკრავო მესამე მივედიო მოკლედ რადგან აქეთ ხარ უკვე სამშობლოში ჩამოხვედი აწი ხშირად გიხილავს ჩვენი შოუს მაყურებელი ძვირფასო მეგობრებო ჩვენი სტუმარი გახდა ჩვენი ზმა და მეგობარი ბესო მერულაშვილი დიდი მადლობა მიყვარხარ